ნებისმიერ ბიზნესმენისთვის ზოგადად როცა თან ახალ პროდუქტს უშვებს, ფასის დადება მეტნაკლებად რთულია ხოლმე, თუმცა არსებობს რამდენიმე სტრატეგია, რაც შეიძლება იქნას გამოყენებული, მაგალითად, ფასის დადება მომხმარებლის აღქმიდან გამომდინარე. ასე აქვს დადებული ფასი Ferraris, Apple, Rolex და ასე შემდეგ. კონკურენტებთან შედარებით, რომ არსებობს ესეთი პროდუქტი, ყავს კონკურენტები და მაგათგან მოუკვლიოთ ისინი რამდენს აფასებენ ამ პროდუქტს ან სერვისს. საბაზრო შეღწევის სტრატეგია შეიძლება კომპანია შევიდეს ბაზარზე ან მაღალი ფასების პოზიციონირებით ან დაბალი. მაგალითად, CapCut-ი ალბათ იცით, ვიდეო სამონტაჟო აპლიკაცია. თავიდან რომ გამოვიდა, იყო სრულიად უფასო. მოიჩვია ხალხი და კონკრეტული დროის შემდეგ გააძვირა ეტაპობრივად თითოეული ფუნქცია. შემდეგ დინამიური ფასები, როცა კონკრეტული მოვლენის შესაბამისად ფასი ან იზრდება, ან ქვემოთ ჩამოდის. ავიღოთ Glovo Yandex-ი, როცა წვიმს გარეთ, უფრო ძვირია. როცა კარგი ამიდია, შედარებით იაფი. მოვიტანე რამდენიმე სწორი ფასების წარდგენის სტრატეგია. ხშირად უშვებენ ხოლმე შესაძლოა, რომ ძიმეს აწერენ ხოლმე. არა და თუ შევხედოთ Apple-საც, ძიმეს საერთოდ არ იყენებენ. იმიტომ რომ ეს უფრო ადიდებს ზოგადად გამოსახულებას და აღიქმება როგორც უფრო ძვირი, ვიდრე რეალურად. ეს დამრგვალება გასაგებია და დოლარი კიდე. ყოველ მაჩვენა რომ როცა დოლარი არის ფასის ბოლოს, ბევრს შეიძლება წონაში ეს ან რაღაცაში შეიძლება აერიოს. და კიდე ნოლები საერთოდ არ არის საჭირო, უნდა მოვაშოროთ.